დანაე ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი გმირი და ზევსის ფავორიტია. არგოსის მეფის ასულს მისნის წინასწარმეტყველებით შეშინებული საკუთარი მამა, აკრისიოსი, მიუვალ მიწისქვეშეთში გამოამწყვდევს, რათა დანაეს მშვენიერება ვერავინ იხილოს და შვილიშვილი არ გაუჩინოს, რომელიც ბაბუას ტახტს წაართმევს. თუმცა მოხიბლული ზევსი ოქროს წვიმად მოევლინება მშვენიერ ქალწულს და დააორსულებს. დანაე ერთ-ერთი ცნობილი მითოლოგიური გმირის, პერსევსის დედა ხდება. დანაეს მითი საუკუნეების განმავლობაში იზიდავდა სხვადასხვა ხელოვანს, განსაკუთრებით ცნობილია რემბრანდტის ფერწერული ტილო. ავსტრიელი გუსტავ კლიმტი წარმოგვიდგენს ახალგაზრდა ქალის ფიგურას ემბრიონის პოზაში, რომელიც მთლიანად ავსებს სასურათე სიბრტყეს. დახუჭული თვალები და თლილი თითების კრუნჩხვა მის ექსტაზურ მდგომარეობაზე მიგვითითებს. სხვა მხატვრობისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მიგვანიშნებენ ზევსის განზრახვაზე, კლიმტი თამამია და უშუალო ფიზიკურ კავშირს გადმოგვცემს ქალსა და ოქროს წვიმას შორის. მხატვარი ძირითადად იყენებს თბილ ფერებს. მოვარდისფრო ატმისფერისა და მოყავისფრო ნარინჯისფერი ტონების შერწყმა, რომელიც ქალის ქორფა სხეულის გადმოცემისას გვხვდება, სინაზის შეგრძნებას ამძაფრებს მნახველში. მუქი ფონი კიდევ უფრო კარგად გამოკვეთს ფიგურას. გამჭვირვალე შავი, სუბუქი მონასმებით იქმნება ქსოვილის ფაქტურის ეფექტი, რომლითაც თითქოს ნახევრად დაუფარა სხეული მხატვარმა დანაეს. სურათში ჭარბობს ბუნებრივი ფორმები, ტალღოვანი ხაზები, ორნამენტებისა და ფერების რიტმული განმეორება. ნაწარმოების დეკორატიულ ხასიათს ამძაფრებს ოქროს საღებავი. კლიმტი ორიგინალურად წყვეტს მითის კონცეფციასაც. დანაეს პოზა, ხაზგასმულად მსხვილი თეძო და მიმზიდველი მკერდი შესაძლოა ქალური, დედობრივი საწყისის სიმბოლოდ მივიჩნიოთ. ხოლო ფიგურის დომინაცია სიბრტყეზე დანაეს იზოლირების მინიშნებად. როგორც მამამ გამოკეტა ქალიშვილი მიწისქვეშეთში, ისე მხატვარმა ფიგურა სიბრტყეში.